ფსიქოლოგიური ტესტებისა და ვიზუალური ილუზიების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ქვეცნობიერში დამალული ინფორმაცია გავხსნათ და საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ. მე სწორედ ასეთი ტესტი მოგიმზადეთ დღეს და რამდენიმე თავსატეხი და არ გაინტერესებთ როგორ აიხსნება ის პასუხები, რასაც ფოტოზე დაინახა. მაინტერესებს და მეცაც გეტყვი ცოტა მეშინია კიდევაც აქ რაღაც კლინიკური სურათი არ გაიგოს პირდაპირ ერთერიდანვე არ გაგვაქვს. ამ შემთხვევაში არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხი იმას თუ რასაც დაინახავთ ფოტოზე, გარკვეულწილად საუბრობს თქვენს შინაგან სამყაროზე. აი ამის მეშინა და ზუსტად მინუცა. ამიტომ რეჟისორს მინდა ახლა ვთხოვო, რომ პირველი ფოტო ვაჩვენოთ ჩვენს წამყვანებს. კარგი. აბა ეს არის პანდა. ყველა თეთრი დათვი უფრო სწორად. ხო, ნუ მე პირველი რაც დავინახე ეს იყო ჩანჩქერი და შემდეგ რა თქმა უნდა ვიზუალი წამოვიდა დათვის კი ბატონო. ჩანჩქერი. აი მეგობრებო თუ პირველივე შეხედვის დროს სურათზე ჩანჩქერი დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ძალიან ადვილად ენდობით. ამასთან ერთად ბევრი მეგობარი გყავთ. უბრალოებითა და მხიარული ბუნებით ადამიანებს თქვენსკენ მარტივად იზიდავთ და კომუნიკაცია კარგად გამოგდის. შეგიძლიათ ასევე სხვების მოსმენა და კარგი რჩევების გაზიარებაც. თუმცა ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ თქვენ არაფერი გადარდებთ და გაწუხებთ. ამიტომაც ძალიან ხშირად სხვების მწუხარებისა და შფოთვის გამზიარებელი ხდებით. თქვენი პრობლემის შესახებ კი როგორც წესი არავინ არაფერი იცის. ეს არის იმ ადამიანების მახასიათებელი, ვინც თქვათ დაინახეთ ჩანჩქერით. პირველ რიგში ჩანჩქერი და შემდეგ დათვი და ახლა რა ხდება მათ პირდაპირ დათვი დავინახე. არანაირი ჩანჩქერი. ვიცი რომ ჩანჩქერია, ვიცი რომ ბუნებაა, მაგრამ ალბათ არ ენდობა ადამიანებს. აი თუ თქვენ სურათზე დაინახეთ დათვი, ეს იმას ნიშნავს, რომ გარეგნულად მეგობრულად და კეთილგანწყობილად გამოიყურებით, მაგრამ ყველა ადამიანს თქვენთან ახლოს არ უშვებთ. არა, ზურა ყურადღებით მისმინე ახლოს, როგორც წესი, იქამდე ვიდრე ვინმეს ენდობით, ხანგრძლივ დისტანციას ინარჩუნებთ და გიჭირთ წყენის დავიწყება. სწორედ ასეთი ტიპაჟის ვარ მეც ასევე. აი ცოტა წყენას ძალიან მალე ვივიწყებ. გააჩნია ვისგან ხო რეჟისორს? აი მე თუ ვინმე მისე მაწყენინა რომ ძალიან ვიგრძენი, შემდეგ უკვე ჩემი ახლო მეგობარი ვეღარ იქნება, მაგრამ კონფლიქტს რა თქმა უნდა ძალიან პატიო თქვა ამ ორივეში. ორივე თუ დავინახეთ. ხო, იმიტომ ვერ მივიღეთ. მოდით ნახოთ ახლა უკვე შემდეგი სურათი თუ რას დაინახავთ მეგობრებო? ვიოლინო? ხო, დავინახე ქალის პროფილი დავინახე ესე ვთქვათ. პირდაპირ და თმა ესეთი ლამაზი რა ქვია იმას კულული. ბუნებას ვერავინ ვერ ხედავთ? ბუნებასაც ხედავთ. ჩავშლი ყველაფერს მოკლედ. თუ თქვენ ამ ფოტოზე ხედავთ არფას, ეს იმას ნიშნავს, რომ კეთილი გული გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი ხელმძღვანელობა გაქვთ. გარეგნულად თავს ძალიან ცივად და თავშეკავებულად აჩვენებთ. გიყვართ მომხდარის ლოგიკური ახსნა და ყველაფრის გარკვევა. სირთულე და ამოცანები კი თქვენი ნამდვილად არ არის. შინაგანად განიცდით, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე, ამიტომ ნებისმიერ გუნდსა და კომპანიაში თავის გამოჩენას ცდილობთ. ახლობლების და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების შიში მუდმივად გაქვთ. მეგობრების კონფლიქტის დროს ცდილობთ არც ერთის მხარე არ დაიჭიროთ, არამედ ნეიტრალური მშვიდობის მყოფელი იყოთ. ზოგჯერ შეცდომით ამპარტავნად გთვლიან, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარე და მზრუნველი ადამიანები ხართ. მგრძნობიარე ნიკო. ხოლო თუ თქვენ ამ ფოტოზე დაინახეთ ქალის სახე და ესე იგი გამოხატული ინდივიდუალიზმი გაქვთ. საკუთარი მსოფლმხედველობა მკაფიოდ გესმით და საკუთარ უნიკალურ სტილსა და ცხოვრების წესს იცავთ. ამასთან ერთად პერფექციონისტიც ხართ. ემოციური კუთხით წყენასა და ღალატს ადვილად ივიწყებთ და შესაბამისად ადამიანებს ადვილადაც პატიობთ. გარშემომყოფები კი ფიქრობენ, რომ კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, მაგრამ სინამდვილეში მარტო კომფორტულად ყოფნა გირჩევნიათ. ხოლო მათ ვინც ფოტოზე ზეცა დაინახეთ, გეტყვით, რომ ძალიან გულუხვი და მეგობრული ადამიანი ხართ. გარშემომყოფების კეთილგანწყობის მოპოვებაც შეგიძლიათ, ნებისმიერ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებთ და გამოსავლის პოვნას ცდილობთ. თუმცა ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი ხართ. თქვენი ხასიათის მიუხედავად ხშირად თავს მარტოსულად გრძნობთ და ფიქრობთ, რომ ადამიანებს თქვენი არ ესმით. ჯერჯერობით ემთხვევა ხო ყველაფერი? მათ ვინც
პროფილის ფოტოზე მხოლოდ ზეცა დაინახეთ, სასწრაფოდ ეწვიოთ ოფთალმოლოგს. და მოდით გადავიდეთ შემდეგ ფოტოზე, მესამე ფოტოს დრო დადგა ახლა. აბა რა. ხალი მოცეკვავე. ყველა ამას ცეკვავს აი გაშლილია მოცეკვავე რა არის. ხო მეც ხედავ ქალს რომელიც უკან არის გადაწოლილი. აი თუ პროფილიც ჩანს სხვათა შორის. თუ თქვენ მეგობრებო პირველი მოცეკვავე გოგონა დაინახეთ, მაშინ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ასევე კარგი ფანტაზიის უნარიც გაქვთ და ახალი იდეებიც ხშირად გაფიქრდებათ. ხშირად უჩვეულო და ორიგინალურ ნივთებს ატარებთ და სხვა ადამიანებს შთაგონებას აძლევთ. შემოქმედებითი ბუნება გეხმარებათ დაინახოთ სილამაზე ყველაფერში, რაც თქვენ ირგვლივაა, ეს კი საინტერესო და ღირებულ თანამოსაუბრეთ ხდით. ხოლო ალბათ ჩვენს მაყურებლებს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც პირველად დაინახეს მამაკაცის პროფილი. და თუ მამაკაცის სახე დაინახეთ ამ ფოტოში, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაგმატული ადამიანი ხართ. მოგწონთ ყველაფრის დაგეგმვა, მოწესრიგება. თქვენთვის პრაგმატული აზროვნება და ორგანიზებულობა პირველ ადგილზეა, ანალიტიკური აზროვნების უნარი გაქვთ, ეს კი რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარებათ. თქვენი შეუპოვრობა საშუალებას გაძლევთ, დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, ძალიან დიდი ნებისყოფა გაქვთ და შეგიძლიათ ემოციები ეფექტურად მართოთ. თუმცა მსგავსმა დამოკიდებულებამ შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნა მკაცრ ადამიანად ჩამოგაყალიბოთ. როგორი ჭკვიანურად აქვს აწყობილი, ატყობ, ანუ ცუდს არავის არ ეუბნება. ყველას ასე ამოვნა. და მოდით ამ ეტაპისთვის ახლა ბოლო ფოტო ვნახოთ. აბა რას დაინახავთ? ვაშლი და პეპელა, ხო, ახლა რა ვიცი, ორივეს ერთად ხედავ ფაქტობრივად. იცი რა ვაშლი რომ არის ჩემთვის გასაგებია, ამიტომ პეპელას ვამბობ პირდაპირ. პირველი რომელი დაინახეთ? მე პეპელა, არა, ვაშლი რომ არის ეს ახკმადია თავისთავად. მნიშვნელოვანია პირველი შეხედვით. ჩემთვის ასოციაციურად პირდაპირ მოდის პეპელასთან, რადგან ნუ ვაშლი რომ არის ეს ისედაც გასაგებია. და პირველად თუ პეპელა შეამჩნიათ, ყველაზე მეტად ღალატის გეშინიათ. არ გინდათ რომ ვინმე უარყოთ და გული გატკინოთ. ღალატებს ზურიკო, ნუ ნერვიო. ხოლო თუ სურათზე თქვენი ყურადღება ვაშლმა მიიპყრო, ყველაზე მეტად სიკვდილის გეშინიათ. რა თქმა უნდა, ეს შიში ყველას გვაქვს, მაგრამ თქვენ განსაკუთრებით გეშინიათ, რომ ახლობელი ადამიანი არ დაკარგოთ. ხოლო თუ თქვენ პირველად მუხლუხი შეამჩნიეთ და ყველაზე მეტად პარანორმალური მოვლენების გეშინიათ, მაგალითად მოჩვენებების დანახვის. ხშირად გაწუხებთ განცდა, რომ სადმე მოჩვენებას ნახავთ და ამ სიტყვის გაგონებაც კი გაშინებთ. ხოლო თუ თქვენ პირველად შენიშნეთ, შესაძლოა უკურნებელი სენით დაავადების შიში გაქვთ. დაავადებების შიში ალბათ ყველა ადამიანს აქვს, თუმცა თქვენ იმდენად გზაფრავთ იმის წარმოდგენა, რომ მძიმე დაავადებაზე შიშს ვერასდროს იშორებთ, დაინახავთ დანას. ადამიანების დიდ ნაწილს კი, ვინც სურათზე პირველ რიგში სპიკები დაინახა თუ რა ქვია. ის იყო მუხლუხზე, ეხლა დანას ამჩნევთ, უცაბედი სიკვდილის შიში გაქვთ. აჰა. ძალიან საინტერესო. მოკლედ, დავით დაინახეს იმ ადამიანებს, ეშინიათ ძალიან გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების. ხო, მუხლუხო და დანა საერთოდ არ შემიმჩნევია სიმართლე. მაგრამ იცი რაღაცნაირი ტესტი იყო ეს ბოლო, ხო, ყველა კომპონენტი თითქოს მაინც უცნაური მახასიათებლებით გამოირჩეოდა. ძალიან საინტერესო იყო, ხშირად მომზადდა ხოლმე ესეთი ამბები. მოგიმზადეთ. მოეწონათ ქება დიდება ბიჭებს და კმაყოფილები არიან. ჩვენ ტელემაყურებელი დარწმუნებული ვარ ჩართული. ხო, და რაღაც სასიამოვნოა გარკვეული რაღაც ამბების მოსმენა საკუთარ თავზე, ესე